საღამოშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ქართული ტელეს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემი საავტორო გადაცემის ქართველური ცივილიზაცია საუბრებს. ჩვენ დღეს მეორე ციკლის მესამე საუბარი გვაქვს და ეს საუბარიც რა თქმა უნდა ისევე როგორც ყველა ჩვენი წინა საუბარი როგორც პირველი ციკლისა ასევე მეორე ციკლისა მთლიანად ემყარება მიჯაჭვული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიურ ქსელს წიგნს რომელიც ამ დაახლოებით 1 წლის წინ გამოვეცი. ჩვენი საუბრის თემა დღეს გახლავთ ამირანის ხმალი. თითქოს უნდა ვიფიქროთ, რომ რა აუცილებლობას წარმოადგენს ამირანის ხმლის განხილვა, როგორც ცალკეული საგნისა, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია და რა თქმა უნდა, რადგანაც იგი ცალკე თემად არის გამოტანილი, ესე იგი მას რაღაც გარკვეული დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. შეიძლება ისეთი დიდი არა, როგორც თვით ამირანს, მაგრამ არანაკლებ უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებისა უნდა იყოს. აქ ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ამირანის თქმულებები მთელს საქართველოშია გავრცელებული, მის ყველა კუთხე კუნჭულში და აი ახლა თქვენ ხედავთ სწორედ სლაიდზე იმ სხვადასხვა კუთხეებს საქართველოსი, სადაც ამირანის თქმულებებია გავრცელებული, რომლებშიც ამირანის ხმალი არის ნახსენები. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც ამირანის ხმლის განხილვას უკავშირდება, ის არის, რომ როგორც ჩვენ ეს არაერთხელ მივუთითეთ ჩვენი წინა საუბრების დროს, ამირანი არის არამხოლოდ ქართველი ერის ღმერთი, ნახევრად ღმერთკაცი და გმირი, არამედ ამირანი წარმოადგენს ქართველი ერის განზოგადებულ სახეს. როგორც ერთი მონეტის ორი განსხვავებული სახე, ამირანი და ქართველი ერი აი ასეთ განუყოფელ ერთებას წარმოადგენენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ამირანი და ქართველი ერი ასეთი განუყოფელი ერთებაა, გამოდის, რომ მაშინ ამირანის ხმალიც არის ასეთივე განზოგადებული სახე იმ იარაღისა, რომლითაც ქართველი ერი ამირანის მსგავსად იბრძვის ამ დედამიწაზე ცივილიზაციის დასამყარებლად, თავისუფლების დასამყარებლად, ბოროტების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. მაშასე ხმალი, რომელიც ამირანს ხელში უკავია, ეს არის ხმლის, როგორც ასეთის, განზოგადებული სახე. აი ახლა კი უკვე გადავიდეთ კონკრეტულად ხმლის ტიპებზე, რომელიც ამირანის თქმულებებში არის გამოყენებული და აგრეთვე იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ისინი უნდა ატარებდნენ. პირველი გახლავთ ის, რომ ამირანის ხმალი, რომელიც ამირანთან ერთად დაიბადა, მოგეხსენებათ, იყო ალმასის. ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ისევე როგორც ამირანი, მისი ხმალიც ღვთაებრივია. ალმასიც ამ შემთხვევაში ღვთაებრივი სუბსტანცია გახლავთ და რა თქმა უნდა მასაც ისეთივე ფუნქცია დანიშნულება გააჩნია, როგორიც ამირანს. მაგრამ გარდა ხმლისა, ჩვენ სხვადასხვა თქმულებებში ვხედავთ აგრეთვე გამოყენებულ სხვა სინონიმურ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სიტყვებს, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ ვხვდებით დანას, ხოლო ზოგჯერ კი ხანჯალს. აი გაგახსენებთ ერთ-ერთ მონაკვეთს ამირანის თქმულებიდან, ეს სვანური თქმულება გახლავთ
ჩიქოვანის მიჯაჭვულ ამირანში ნომერ 58-ით წარმოდგენილი, სადაც აღწერილი არის შავი გველეშაპის მიერ ამირანის შთანთქმა და ბადრი რომ ეძახის. ამირან ჩალამ კალამსა მუხლზე იგდებდი ხანჯალსა ამოღება და ჩაცემა დიდი გველეშაპისაო. ეს პატარა ორხაზიანი პოეტური ასე ვთქვათ ქმნილება საოცარ მნიშვნელობას იძენს თუ ჩვენ მას ოდნავ სხვანაირად განვიხილებთ და ეს არის მისი პირველი ბწკარისა და მეორე ბწკარის ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ პირველ ხაზში მოცემული არის ამირანისა და მისი ხმლის არაჩვეულებრივად მეგობრული, არაჩვეულებრივად შეთამაშებული, გარკვეული კუთხით ისეთი ინტიმური დამოკიდებულება და ინტიმას მე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ არ ვიყენებ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობების პარალელურად, არამედ აქ იგულისხმება სრულიად განსხვავებული ის სულიერი ბმა, რომელიც ამირანსა და მის ხმალს შორის არის. ეს შეთამაშებული ორი არსება, ამირანის ხმალი და ამირანი, ეს ისეთი ერთებაა, რომელიც განუყოფლად ყოველთვის აი ასეთი ორი სახის მქონე ერთებად არის წარმოდგენილი. და რაც შეეხება მეორე ხაზს, აქ უკვე ხაზი გასმულია იმაზე, რომ ეს ამირანის საბრძოლო იარაღია და ეს საბრძოლო იარაღი არ უნდა დავიწყებოდა ამირანს, რის გამოც ბადრი შემდეგ მას ახსენებს ამ ხანჯლის ასე ვთქვათ ქონას, ხო? ეს რაც შეეხება ხანჯალს, მაგრამ გარდა ამისა, ქართლურ ერთ-ერთ ვარიანტში ასევე მიხეილ ჩიქოვანის მიჯაჭვული ამირანიდან ჩვენ ვკითხულობთ. წესია იგივე ეპიზოდია სხვათა შორის შავი გველეშაპის მიერ ამირანის შთანთქმისა. წესია დარეჯანელთა ჯიბეს ჩადება დანისა, ამოღება და გამოჭრა მაგ შავი გველეშაპისა. აქ უკვე სწორედ იმ ერთებაზე, სწორედ იმ განუყოფელ სახეზია საუბარი, რაზეც ჩვენ 2-3 წამის წინ ვისაუბრეთ, ხო? ანუ ამირანი და თავისი გინდა თუ გნებავთ დანა, თუ გინდა თუ გნებავთ ხანჯალი და ხმალი ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენენ. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო აი ამ ნაშრომის მიჯაჭვული ამირანის ლინგვოკულტუროლოგიური ქსელის წერის დროს სულ მაინტერესებდა რომ რატომ იყო ამირანის ხმალი ასე განსხვავებულად წარმოდგენილი პროზაულსა თუ პოეტურ ქმნილებებში და მე როგორც წიგნში აღნიშნულიც მაქვს სპეციალურად ნახე ეს და 107 გვერდზე პირდაპირ წერო რომ დღესდღეობით მე არ ვიცი თუ როგორ უნდა ახსნა აი ის ვარიანტულობა რომელიც არსებობს ხანჯალსა დანასა და ხმალს შორის დღეს უკვე დაახლოებით 1 წელიწად ნახევრის შემდეგ მე ამაზე პასუხი მაქვს მაგრამ ეს პასუხი მე ჯერ არ გამომიქვეყნებია შეიძლება ასე თქვა ზოგადად როდესაც რაიმე აზრი მომივა იდეა მომივა სანამ მას მთლიანად არ დავამტკიცებ სანამ მე მასში სრულიად არ ვარ დარწმუნებული რომ მე მართალი ვარ მე როგორც წესი ამ მასალას არ ვაქვეყნებ ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში მე შემიძლია ეს პირდაპირ თქვა და გარკვეულწილად ეს ქართული ტევეს ექსკლუზივი იქნება იმიტომ რომ ამირანის დანაც ხმალიც და ხანჯალიც ეს გახლავთ იარაღი ეს გახლავთ იარაღის თუ შეიძლება ასე ითქვას ერთი განზოგადებული სახის სამი განსხვავებული იპოსტასი ჩვენ ზევით უკვე ვთქვით რომ ამირანის ხმალიო განზოგადებული ხმალიაო ანუ ხმალი როგორც ასეთი ხო და როდესაც ჩვენ საუბრობთ მის სხვადასხვა ვარიანტებზე როგორიც არის დანა როგორიც არის ხმალი ან ხანჯალი ჩვენ ამ შემთხვევაში გულისხმობთ აი ამ იარაღის ხო ზოგადად ხმლის
კონკრეტულ გამოვლინებებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ყველგან აღნიშნული არის ორლესული და ბასრი, ანუ იარაღი, რომელიც კი წარმოადგენს ქართველი ერის და ამირანის, რა თქმა უნდა, განზოგადოებულ საბრძოლო იარაღს, ეს გახლავთ სწორედ მახვილი, ბასრი მახვილი, რომელიც ყველაფერს ჭრის. აი ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ამირანის ხმლის ცოტა განსხვავებულ ისტორიაზე, თუ შეიძლება ასე ვთქვას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ამირანი და ხმალი ერთად დაიბადნენ, მაგრამ ერთ-ერთ თქმულებაში ამირანის ხმალი მასთან ერთად არ დაბადებულა. ერთგან მაგალითად მას ანგელოზები აძლევენ ხვალს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი გახლავთ ის, როდესაც ამირანი თვითონ უკვეთავს ხმალს მჭედელს და აი ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ აი ამ მონაკვეთს, რომელიც საოცარი, როგორ გითხრათ, იცით, საოცარი ემოციით აღწერს აი იმ ბუნებრივ მოვლენებს, რომლებიც თან ერთვის ამირანის ხმლის წრთობას და წავიკითხავ მე ახლა ამას. მაშინ სად იყავ შავბადრო, როცა ჩემ ხმალი წრთებოდა, წაჭექდა, მიწა გვინავდა, სამჭედლო ექანებოდა, ჭედლები, მემჭედურები ერთმანეთს ეფარებოდა. ახლა აქ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ბუნებრივი აი ასეთი კატაკლიზმური ფორმები უბრალოდ დამთხვევა ამირანის ხმალთან დაკავშირებით, მის წრთობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ უნდა გაგვახსენდეს ამ შემთხვევაში, რომ ეს ხმალი არის ღვთაებრივი თვისებებით დაჯილდოებული. ეს ხმალი უბრალო ხმალს კი არ წარმოადგენს, არამედ განგების ნებით, მისი ნებასურვილით გადაეცა ამირანს და სწორედ ამიტომაც არის, რომ ამირანის ხმლის წრთობის დროს აი ასეთი კატაკლიზმური ბუნებრივი სურათის მოწმენი ვხდებით. აი ეს ბუნებრივი მოვლენები ამირანის ხმლით არის გამოწვეული და არა პირიქით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ განსაზღვროთ ამირანის ხმლის აი ის ზებუნებრივი თვისებები, რომელიც მას გააჩნია, თუ როგორი ძალით შეიძლებოდა რომ მას ბოროტებაზე ეძია შური. აი ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ამირანის ხმლის ოდნავ განსხვავებულ თვისებაზე და ეს თვისება გახლავთ ამირანისა და მისი ხმლის ურთიერთ დამოკიდებულება, როგორც ამას თვით ამირანი აფასებს. ეს დამოკიდებულება არის თავისუფლების მოყვარე ორი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორი არსებისა, ერთ შემთხვევაში ადამიანისა და მეორე შემთხვევაში საგნისა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებისათვის, მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობისათვის იღწვიან. ერთ-ერთ თქმულებაში ამირანი სამუშაო საძებნელად ჩადის ბალხეთში და იქ როდესაც იგი ქალაქში დაიარება და ეძებს, ესე იგი უпроსტად ბაზარში დაიარება და ეძებს ხელოსნებს, რომლებთანაც შეიძლება იგი დაუშვათ შეგირდად დადგეს, ან მასთან დაიწყოს მუშაობა, რა თქმა უნდა ამ სიარულის დროს ბალხეთის ქალბატონები დიდი ინტერესით აკვირდებიან ასეთ არაჩვეულებრივი სახისა და არაჩვეულებრივი აღნაგობის მქონე ვაჟკაცს და რა თქმა უნდა აინტერესებთ თუ ვინ არის იგი და მაგრამ ამირანის პასუხი კი ამაზე შემდეგნაირია. რას მკითხავთ ბალხნო დედანო, მე საყმო ვიყავ არვისი, ხელი დაიდო ხმალზე და ჯერ ღვთის ვარ, მერე ამისი.
ნახეთ რა საოცარი როგორ გითხრათ სწრაფვა აი იმ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის რომელსაც ამირანი დაატარებდა და რომელიც მას ალბათ ხო ღვთისაგანაც ერგო იგი პირდაპირ აღიარებს რომ არავის არ ეყმობა არავის არ ემსახურება იმიტომ რომ იგი ღვთისმსახურია და თუ ღვთისმსახურია ესე იგი სამართლიანობის დამოუკიდებლობის ვაჟკაცობის თავდადების და თავგანწირვის სიმბოლოს წარმოადგენს ხოლო რაც შეეხება ხმლისადმი ყმობას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა თვითონ ეს ხმალი რომელიც წარმოადგენს სამართლიანობისა და თავისუფლების სიმბოლოს რა თქმა უნდა ამირანი მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ხმლის მოყმე ყმა უკაცრავად შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ამირანის აი ასეთი დამოკიდებულება თავისუფლებისადმი სხვათა შორის ჩანს იმაშიც, როდესაც იგი უკვე დასჯილია ღმერთის მიერ და გამოქვაბულშია, ამ გამოქვაბულს ზემოდან მოგეხსენებათ ერთ-ერთი თქმულების მიხედვით კიდევ გერგეთის მთა ახურავს თავზე. ისიც გავიხსენოთ, რომ ამირანის გამოქვაბულის კარიბჭე სხვადასხვა ვარიანტების მიხედვით ხან წელიწადში ერთხელ, ხან სამ წელიწადში ერთხელ და შემდეგ იღებოდა ხოლმე. და ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს, როდესაც ეს კარიბჭე თავისით გაიღო, ანუ როდესაც ამირანს შეეძლო რომ განთავისუფლებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა. აი სწორედ ამ დღეს, როდესაც კარიბჭე იყო ღია, სრულიად შემთხვევით ამ ამირანის დასჯილი ამირანის მღვიმეს აღმოაჩენს სხვადასხვა ვარიანტებით, ეს შეიძლება იყოს მეცხვარე უბრალოდ კაცი მონადირე და ასე შემდეგ და შესული ეს დაუშვათ მენახირე ხო ამირანს ეკითხება გაოცებული რომ აქ რატომ ხარ და რამე ხომ არ არის ისეთი რითიც შემიძლია დაგეხმარო ამირანს ერთადერთი რამ აწუხებს და ეს არის ის რომ მან თავისი ხმალი უნდა ხელში აიღოს ისევ და აი აქაც აი ამ როგორ ვთქვა ამირანის დასჯის ეპიზოდში ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ ამირანი დასჯილი როდესაც არის მას საშუალება არ აქვს რომ თავისი ხმლის მეშვეობით თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანოს ხალხს იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი რომ ამირანის ხმალი არავის არ იკარებს და ეს ძალიან კარგად ჩანს ამ თქმულებიდან როდესაც ამირანი ეუბნება შემოსულ უცნობ სტუმარს რომ მოდიო გაწექიო როდესაც იგი ვერ ასწევს ხო ხმალს ანუ ხმალი უარს ამბობს იმაზე რომ აი ამ მომხდურმა სტუმარმა ხმალი ხელში დაიჭიროს ამირანი ეუბნება რომ მოდიო გაწექიო მე ფეხებში მოკიდებ ხელსო შენო ვადას ჩაავლე ხელიო და გამოგკაჩავო და იქნება ეს ხმალი რამენაირად მომაწოდო მაგრამ ეს მენახირე ეუბნება რომ არაო მეო ალბათო წელში გავწყდებიო მოდი ვცადოთო და ხელს გაგიშვებო თუ ასე იქნებაო და მართლაც როდესაც ამირანმა ხელი ჩაკიდა ფეხებში აი ამ მენახირემ ვადასწავლო ორივე ხელი და ამირანმა მძლავრად მოკაჩა იგი აი ამ შემთხვევაში მან იკილა ასე ვთქვა მენახირემ იკილა რომ ვაიმე წელში გავწყდიო ამირანმაც ხელი გაუშვა და ხმალი იქვე დარჩა სხვაგვარად რომ ვთქვათ ამირანის ხმალი და ამირანი დასჯილი არის რაღაცა გარკვეული მიზეზის გამო კი არა რომელ მიზეზებზეც შეიძლება უამრავი სტატია და უამრავი ნაშრომი დაიწეროს არამედ იგი დასჯილი არის იმითაც რომ მას თავისი საკუთარი საბრძოლო იარაღი წაართვეს აი ეს იარაღი უკვე მისი ასე ვთქვათ წვდომის არეალში აღარ მდებარეობს
და მიუხედავად ყოველივე ამისა, ამირანს მაინც სწამს, რომ იგი ერთშვენიერ დღეს, რა თქმა უნდა, განთავისუფლდება. ძალიან კარგად ჩანს ეს სწორედ აი ამ მომხდურის მიერ, აი ამ მოდით ასე უცნობი სტუმრის მიერ, პურის, როდესაც პური მისცა ამირანს, ხო, პურის ნატეხი მისცა ამირანს და ამირანმა ხელი მოუჭირა ამ ნატეხს, რომელსაც სისხლი გამოუვიდა და ეუბნება, რომ თქვენო სისხლიან პურს ჭამთო, ეს სისხლიან პურს ჭამთო, ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ხალხი იტანჯება რაღაცა ბოროტი ძალის ქვეშ, ამ ბოროტი ძალის ქვეშ არიან და ხალხი, ერი, არ ვიცი, საზოგადოება სისხლისაგან იცლება და მე იღებს თავის წილ პურს ამირანი ხელს მოუჭერს და იქიდან რძე გამოვა და იტყვის, რომ აი ასეთი რძიანი პური უნდა ჭამოთო. აქ შეგახსენებთ, რომ ღმერთმა კი დასაჯა ამირანი და გამოქვაბულში დაამწყდია აი ამ ვარიანტების მიხედვით, მაგრამ მან საკვებად ამირანისთვის გამოყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, განუწესა, ხო, საკვები პურისა და ღვინის საშუალებით. ანუ ეს პურისა და ღვინოც, რომელიც ამირანს თვით აი ამ საპყრობილეში, მოდით ასე ვიტყვი, აქვს, ესეც ღვთაებრივი საკვები გახლავთ, რაც კვალ და კვალ და ისევ ამირანის ღვთაებრივ წარმომავლობას, მის ღვთაებრივ დანიშნულებას უსვამს ხაზს. არის კიდევ ერთი ასეთი ფრაზა ერთ-ერთ თქმულებაში, რომელშიც უკვე ძალიან ნათლად ჩანს ამირანის რწმენა მის აღდგენაში და განთავისუფლებაში. იგი ამბობს და ეხლა სლაიდზეც წერია ეს, მე რომ ავეშო ქვეყანაზეთ სისხლის პურის ჭამა აღარ იქნებაო. ეს ძალიან საინტერესოა და საინტერესოა იმდენად, რომ ვინაიდან ამირანი არის ქართველი ხალხის განზოგადოებული სახე და მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი დღეს არის დასჯილი მის ეროვნულ სისხლს, უკაცრავად მის ეროვნულ სხეულს სისხლისთვის და ამირანს სურს აი ამ თავისი ერის, რა თქმა უნდა, განთავისუფლება, რის შემდეგაც არა მხოლოდ მისი ერი, არამედ ასევე სხვებიც, ვინაიდან ამირანი მხოლოდ ქართველთა ღმერთი არ არის და ამაზეც შეიძლება ცალკე კიდევ უზარმაზარი ნაშრომი დაიწეროს, ესენი ორივენი აბსოლუტურად აუცილებელია, რომ განთავისუფლდნენ იმისათვის, რომ თავისუფლება მოუტანონ როგორც თავის ხალხს, ასევე სხვა ერებსაც. აი ახლა აი ესე ძალიან მოკლედ მომხაზეთ ჩვენ ამირანის ხმლის, დანის ხანჯლის, მოდით ასეთ ვიტყვით, ამირანის מחვილის, ამირანის საბრძოლო იარაღის თვისებები და შევაჯამოთ ისინი გარკვეულწილად და აქ ახლა სლაიდზეც არის ეს რამოდენიმე დებულება გამოტანილი. მას ასე, პირველი, ამირანი და მისი ხმალი ერთად იბადებიან, ანუ ორივე ღვთაებრივი განგების მიერ არის დედამიწაზე გამოგზავნილი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამირანის ხმალი ალმასისაა და მის წრთობას თან სდევს საოცარი ბუნებრივი მოვლენები, რაც ასევე ღვთაებრივ გამოვლინებას წარმოადგენს. ამირანი და მისი ხმალი ერთად იზრდებიან, ისინი ერთად თამაშობენ, ისინი შეზრდილები არიან ერთმანეთს, როგორც ერთი განუყრელი არსება. ამირანი და მისი ხმალი წარმოადგენენ სიმბოლოს თავისუფლებისა, სიმბოლოს თავისუფლებისათვის ბრძოლისა და სიმბოლოს ვაჟკაცობის და მამაცობისა. და ბოლოს ამირანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი დატყვევებულია და სისხლისდის, ისევე როგორც მის ერს,
მაინც დარწმუნებულია მის აღდგენაში და მის განთავისუფლებაში. აი ასეთი მოკლე იცით მონახაზის შემდეგ სადაც ჩვენ ვაჩვენეთ რომ ამირანის ხმალი კიდევ ერთხელ გავიმეორებ წარმოადგენს იარაღის מחვილის განზოგადოებულ სახეს ჩვენ უკვე შეგვიძლია შევადაროთ ამირანის ხმალი სხვა ლეგენდარულ პიროვნებებს თუ ისტორიულ ლეგენდარულ სახეებს უფრო ჯობია თუ ისტორიულ პიროვნებებს და პირველი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისევ და ისევ ღვთაებრივი თვისება იქნება აღსანიშნი ღვთაებრივი წარმომავლობის მიხედვით ამირანი პირდაპირ კავშირშია შუმერის ერთ-ერთ მეფესთან ეს გახლავთ შულგი. შულგი იყო ურის მესამე დინასტიის მეორე მეფის სახელი. ეს დინასტია დააარსა ურ-ნამუმ და სავარაუდო თარიღი გახლავთ ძველი წელთა აღრიცხვის 2114 წელი და ეს დინასტია გაგრძელდა ძველი წელთა აღრიცხვის 2004 წლამდე. აქ ამ დინასტიის ზეობის პერიოდში მოხდა ძალიან დიდი ცვლილებები და ამ ცვლილებებმა, უпростоრად პროგრესული ცვლილებები და ამ ცვლილებებმა სრულიად გარდაქმნეს ურის სახელმწიფო და ამ რეფორმების გატარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ სწორედ შულგი. რა აქვს ახლა საერთო ამირანსა და შულგის? ამირანი როგორც უკვე ვთქვით, ეს ღვთაების შვილი გახლავთ. ანუ ამირანი ღვთაებრივი მოვლენაა. ზუსტად ასევე გახლავთ შულგიც. შულგის დედა იყო ენქურუმი, ტაძრის ენქურუმი და ენქურუმი ნიშნავს ტაძრის უმაღლესი ქურუმის თანამდებობას და ენქურუმს შულგი ჩაესახა ენლილის ნებით. ენლილი მოგეხსენებათ რომ იყო შუმერის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ასე ვთქვათ წამყვანი ღვთაება. ეს გახლდათ ჰაერის, სუნთქვის, ქარიშხლების ღვთაება, რომელსაც აღმერთებდნენ, რომლის ასე ვთქვათ ძირითადი საკულტო ადგილის გახლდათ ნიპურში, სადაც წყდებოდა ხოლმე მეფეთა, მოდით ასე ვიტყვი, კორონაციის ანუ მეფეთა დანიშნის საკითხები ხოლმე. ამირანი, ახლა ეს ერთი თვისება, რომ ორივე ღვთაებრივი განგებით არიან დედამიწაზე მოვლენილი. მეორე საკითხი არის უკვე ნათლობის საკითხი. ამირანი, როგორც ყველას კარგად გვახსოვს ალბათ, ხო? ამირანი ღმერთის მონათლულია, ან და სხვა ვარიანტების მიხედვით ამირანი ქრისტეს მონათლულია. ზუსტად ასევე ვხედავთ ჩვენ ვითარებას შულგის შემთხვევაში. შულგი მონათლა ენლილის მეუღლემ ნინლილმა. ნინლილიც როგორ გითხრათ თუ შეიძლება ასე ითქვას იზიარებდა და იყოფდა იმ ფუნქცია მოვალეობებს რომლებიც მის მეუღლეს გააჩნდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მე ვიტყოდი გამორჩეული ფუნქცია რომელიც ნინლილს ჰქონდა ეს იყო ბედისწერის გამოცხადება. ანუ ჩვენ ვიცით რომ შუმერში არსებობდა ბედისწერის დაფები რომლისთვისაც იღწვოდნენ ასე ვთქვათ სხვადასხვა ღმერთები რომ მათ ხელში ჩაეგდოთ აღნიშნული დაფები და აი სწორედ ამ დაფებზე იწერებოდა ხოლმე ადამიანთა ბედისწერა და ნინლილი აკეთებდა აი ამ აკეთებდა ხოლმე ღვთაებრივი ბედისწერის გამოცხადებას. მაშასე ჩვენ ვხედავთ რომ ანუ შუმერის, მოდით ასე ვიტყვი, შუმერის ერთ-ერთი უძლიერესი მეფისა და ამირანის წარმომავლობა თურმე ყოფილა ერთნაირი და ღვთაებრივი და ეს რომ ერთნაირი და ღვთაებრივია, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ ყოფილა.
და იგი შემთხვევითი არ ყოფილა იმის გამო, რომ შუგის სახელი თვითონ, როგორც მე ეს ერთ-ერთ ჩემს სტატიაში მაქვს ნაჩვენები და ეს სტატია გამოქვეყნებულიც გახლავთ, შუგის სახელი მომდინარეობს ორი ქართული ლექსემიდან, ორი ქართული ძირეული მორფემიდან. პირველი ეს გახლავთ წულ, რომელიც არის ძირის სიტყვისა წული, რაც ნიშნავს ძეს, შვილს და ამ შემდეგ და მეორე გახლავთ ღირა, რომელიც წარმოადგენს ფუძეს სიტყვებისა ღირსეული, ღირებული და ამ შემდეგ და ასე შემდეგ. და შულგი სინამდვილეში, ესე იგი, სინამდვილეში უნდა ყოფილიყო გამოთქმა წულ ღირ, ანუ წული ღირსეული და წული ღირსეული ნამდვილად შეეფერება შულგის პიროვნებას, ვინაიდან მან თვისებრივად განსხვავებულ საფეხურზე აიყვანა შუმერის ცივილიზაცია. მაშა ასე ჩვენ ნახეთ ახლა თუ როგორი ღვთაებრივი დამოკიდებულება ყოფილა თურმე ღვთაებრივი მსგავსება ამირანსა და შულგის შორის და ეს ღვთაებრიობა ძლიერდება აგრეთვე მათი ქართველური წარმომავლობით. ახლა ნახოთ თუ გვაქვს სხვა ლეგენდარული პიროვნებები ან ისტორიული პიროვნებები, რომლებიც ასევე თავის ხმალთან გარკვეულწილად აი ესეთივე ახლო ურთიერთობაში იყვნენ, როგორც ამირანი და თავისი ხმალი. აქ აი ამ რაკურსით მე მხოლოდ რამოდენიმე პიროვნებას აღვნიშნავ და ერთ-ერთ ლეგენდარულ პიროვნებას, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილია, იმ ათასობით შემთხვევაში, სადაც ხმალი ძალიან დიდი მნიშვნელობის საგნად გვევლინება. ამას ხალხი ხმლის ფენომენს, როგორც ასეთი ძალიან ბევრი მკვლევარი ცალკე დამოუკიდებელ სფეროდ გამოყოფს და იკვლევენ მას, ნუ რა თქმა უნდა, ყველაფრის ასე ვთქვათ, აი ასეთი დიდი მასშტაბებით მოცვა შეუძლებელია, როდესაც უამრავი სხვა მიმართულება გაქვს გამოსაკვლევი. ამიტომ ჩვენთვის მთავარი ამოცანას წარმოადგენდა ამ შემთხვევაში, რომ მეჩვენებინა თუნდაც რამოდენიმე მაგალითის საფუძველზე, რომ ამირანის ხმალი როგორც განზოგადებული სახემახვილისა სხვა ისტორიულ პიროვნებებსა თუ ლეგენდარულ პიროვნებებში ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე რა თქმა უნდა გახლავთ მეფე არტური. მეფე არტური 15 წლის ასაკში გახდა ბრიტანელების მეფე და რაც მან გააკეთა, ეს ყველაფერი გააკეთა მან თავისი ხმლის შემწეობით, რომელსაც ექსკალიბურს უწოდებდნენ. ხო, საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ ექსკალიბური არტურმა თავისი მამისგან მიიღო მემკვიდრეობით და ეს მემკვიდრეობითობა გამოჩნდა იმაში, რომ ხმალი არავის არ ექვემდებარებოდა, არავის არ იკარებდა. გავიხსენოთ ამირანის ხმლის ამბავი, ხო? აქაც პარალელი ჩანს. არც არტურის ხმალი არ იკარებს არავის. არტურის ხმალი, უпростоრად არტურის მამამ ეს ხმალი ჩაარჭო კლდეში, ზოგი თქმულებით, ზოგი ვარიანტით უпростоრად, ზოგი ვარიანტით კი კლდეზე დადგმულ გრდემლში და ეს ვარიანტი მე რატომღაც უფრო ძალიან მომწონს, იმიტომ რომ იქ მჭედლობის კომპონენტიც არის გამოკვეთილი, ხო და ეს მჭედლობის კომპონენტი კიდევ სრულიად განსხვავებულ ხაზს ასე ვთქვათ შლის უკვე ამირანთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა მოდით ისევ არტურს დაუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ როდესაც არტურ გადამოცემის მიხედვით, ესე იგი ეს ხმალი დაექვემდებარებოდა მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც ეკუთვნოდა მეფობა და აი ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს წინასწარმეტყველური, მოდით ასე ვიტყვით, დებულება გამოიხატა სწორედ იმაში, რომ არტურმა შეძლო აი ამ ხმლის კლდიდან ამოღება და ამით რა თქმა უნდა მან გაილაშქრა მერე უკვე ბრიტანელი ლორდების წინააღმდეგ და თავისი ქვეყანა
განთავისუფლა თუ შეიძლება ასე ითქვას არასასურველი ადამიანებისაგან. ამირანთან სხვა თვისებებიც აკავშირებს სხვათა შორის არტურს და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ის რომ არტურის ისევე და ეს მე მგონი ეს ყველამაც იცის არტური ისევე როგორც ამირანი უკვდავი სახით არის წარმოდგენილი ხალხში ხო იგი ამბობენ რომ მას მარტოს ძინავსო რომ იგი აუცილებლად დაბრუნდებაო და მეტიც აგრეთვე ასახელებენ ჰერტფორდშირში ერთ-ერთ გამოქვაბულს სხვათა შორის ეს ზედაპალეოლითური გამოქვაბული გახლავთ სადაც თურმე მეფე არტური რომელიც თურმე მეფე არტურის გამოქვაბულს წარმოადგენდა ახლა ჩვენ ახლა მეფე არტურზე ვისაუბრეთ მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ და იმ მსგავსებებზე რაც მას რა თქმა უნდა ამირანთან აკავშირებს მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ მის ხმალზეც ისევე როგორც შურგისთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ფაქტები არსებობს და უპირველეს ყოვლისა ეს არის თვითონ ხმლის სახელწოდება ექსკალიბურ უნდა მოგახსენოთ რომ 2011 წელს გამოცემულ ჩემს მონოგრაფიაში ქართულ შუმერულ ეგვიპტური ლინგვოკულტუროლოგია მთელი თავი ეთმობა ქართული ეთნონიმის ბერძნებისაგან ქართველებისათვის მინიჭებულ ეთნონიმს ხალიბები და მე გამოკვლეული მაქვს რომ სიტყვა ხალიბი სინამდვილეში მომდინარეობს სიტყვიდან ყალიბი და ეს ასე ვთქვათ ეს ეტიმოლოგია უჩვენებს იმას რომ სანამ ბერძნებმა ქართველებისაგან ლითონის დამუშავება ისწავლეს მანამდე ქართველებს უზარმაზარი მეტალურგიული განვითარების საფეხურები ჰქონდა განვლილი იმიტომ რომ ისინი უკვე ყალიბის სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებზე კი აღარ მიდის ლაპარაკი არამედ ყალიბი ეს არის უკვე მეტნაკლებად მასიური წარმოების იარაღის დამზადება. აქ უკვე მეტალურგია განსხვავებულ უფრო მაღალ საფეხურზე ასული და ძალიან ნიშანდობლივია ის რომ ბერძნებმა ესე იგი მელიტონეობის ასე ვთქვათ და მჭედლობის რკინის დამუშავების აღსანიშნავად აიღეს სწორედ ინსტრუმენტთან დაკავშირებული სახელი ანუ ყალიბები რაც იმას ნიშნავს რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ბოდის ვიხდი ბერძნებთან მაგრამ ეს ასია მათ ბერძნებს იმ მომენტში წარმოდგენა არ ჰქონდათ საერთოდ მეტალურგიაზე და აი ის ყალიბი რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა მეტალურგიის საგრძნობლად განვითარებულ საფეხურს მათ გაიგეს და გაიცნობიერეს თუ შეიძლება ასე ითქვას როგორც უბრალოდ ლითონის დამუშავება. აქ მე შემეძლო კიდევ ძალიან საინტერესო ამბავი ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან მომეყოლა, მაგრამ ალბათ უკვე ამისათვის დრო არ გვექნება, შეიძლება როგორმე სხვა დროს, მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ექსკალიბურს, ხო? და ექსკალიბური, რომელიც იგივე ექს ხალიბურია, ანუ ეს იგივეა, რაც ექს ყალიბური. ექს მოვაშოროთ, იმიტომ რომ იგი პრეფიქსია და ჩვენ გვრჩება ყალიბური. ანუ ჩვენ თვითონ სიტყვის ეტიმოლოგია, ქართული ეტიმოლოგია გვეუბნება, რომ ყალიბური ხმალი, რომელიც მეფე არტურს ეკავა, ეს ყალიბი ჯერ ერთი რომ ეს იყო ქართველების მიერ, ხო? ასე ვთქვათ, დამზადებული და იქიდან ნასწავლი თუ როგორც არის, მაგრამ მეორე შემთხვევაში იგი შეიძლება ჩვენ ვკარნახობდეს, რომ ეს ყალიბით დამზადებული ხმალი გახლავთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, აი ეს ჩემი უბრალოდ ვარაუდი დაფუძნებული არის მხოლოდ და მხოლოდ ენობრივ მონაცემებზე და რა თქმა უნდა, მას კიდევ უფრო სიღრმისეული კვლევა სჭირდება. მას ასე ახლა ჩამოვაყალიბოთ მსგავსება განსხვავებები არტურსა და ამირანს შორის, ვინაიდან ისინი ორივე გარკვეულწილად ლეგენდარულ და ხალხურ თქმულებათა სფეროს ეკუთვნიან. მას ასე, როგორც ამირანი წარმოადგენს თავის ხმალთან ერთად
ერთებას ისევე არტური და მისი ხმალი ამირანთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ მისი აღდგენის რწმენა და ანალოგიური რწმენა არსებობს არტურთან დაკავშირებით გამოქვაბულში რომელშიც ამირანია დატყვევებული და მთელ რიგ უამრავ მთებს და გამოქვაბულებს მთელი საქართველოს მასშტაბით ამირანის მთა ამირანის გორა ამირანის გამოქვაბული რაც შემდეგ ეწოდება და არტურთან დაკავშირებით ასეთი გვაქვს სამწუხაროდ ალბათ ერთი ეს არის ჰერტფორდშირში არსებული ერთი გამოქვაბული რომელსაც არტურის გამოქვაბულს უწოდებენ ახლა ნახოთ თუ რა განსხვავებებია მათ შორის მე გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან განსხვავებას და პირველი მათგანი ეს გახლავთ ის რომ არტურისათვის ხმალი მემკვიდრეობით გადაეცა მამისაგან ეს მემკვიდრეობითობა ამირანის ხმალსაც ახასიათებს ხო მანაც მიიღო მემკვიდრეობით ეს ხმალი მაგრამ თავარი ის არის თუ ვისგან მემკვიდრეობით თუ არტურმა ხმალი მამისგან მიიღო მემკვიდრეობით აქ ბიოლოგიური მემკვიდრეობა გაქვს სამაგიეროდ ამირანთან ეს მემკვიდრეობა ღვთაებასთან ღმერთთან არის დაკავშირებული ანუ ამირანი და ღვთაება ისევე როგორც მათი ხმალი უშუალოდ არიან ღვთაებრივი განგების ნებასურვილით მოვლენილი დედამიწაზე და შემდეგი ეს გახლავთ არტურის გმირი არტური გმირი გახდა ხო მაგრამ და ასეთივე გმირი იყო ამირანის თუმცა ამირანს უფრო მეტი რეგალიებიც ჰქონდა იმიტომ რომ იგი ღვთაებაც იყო არა და იგი იყო კიდევ უძლეველი ხარკაცი მაგრამ ამირანი ისევ და ისევ გმირად კი არ გახდა როგორც არტური თავისი ბრძოლების მიხედვით ხო არამედ არამედ ამირანი გმირად დაიბადა და ამირანი გმირად დაიბადა ისევ და ისევ ღვთაებრივი განგების მიხედვით ახლა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ მცირეოდენი დასკვნა და ვთქვათ რომ დედამიწაზე ამირანის ფუნქციები და მოვალეობები ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრული ჩანაფიქრის და აქ მე კითხვას დავსვავდი იქნებ გეგმის ხორჩესხმის გარანტია მახვილი კი სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის იარაღი. ახლა გადავიდეთ სხვა ისტორიულ პირებზე, რომლებმაც ასევე თავის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, ხმალი გაიხადეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ან განუყრელ მეგობრად. ხო, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გალგანო გუიდოტი. ეს გახლდათ ტოსკანის ან იტალიის გმირი გახლდათ, ეს მე-12 საუკუნეს ეხება და ისევე როგორც არტურის ხმალი იყო კლდეში ჩარჭობილი, ასევე გადმოცემის მიხედვით გუიდოტის ხმალიც ჩარჭობილი იყო, უпроსორად არის კლდეში და კლდეში ეს ხმალი თვითონ გალგანო გუიდოტიმ ჩაარჭო, მას შემდეგ რაც იგი თავისი დაინდული ასე ვთქვათ ცხოვრებიდან რელიგიურ ასპექტში გადავიდა. მან გადაწყვიტა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, მან გადაწყვიტა რომ თავი დაენებებინა რაინდობისათვის, ბრძოლისათვის და ასე ვთქვათ მიჰყოლოდა რელიგიურ ცხოვრებას. ერთ პატარა ქალაქში, სადაც დღესაც ეს ქალაქის სახელი გახლავთ ჯუსდინო, სადაც არსებობს მონასტერი მონტესიეპი, აი ამ მონტესიეპის მონასტერში ან ტაძარში, როგორც ამას გადმოცემა გვეუბნება, გიუდოტიმ ჩაარჭო ხმალი კლდეში და ჩაარჭო იმისათვის, რომ ხმლის ვადა ფაქტობრივად ჯვრის გამოსახულებას იძლეოდა და ეს კი მას შესაძლებლობას მისცემდა, რომ ელოცა. ძალიან საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ ხდება მახვილის იარაღისა და ჯვრის
გაიგივება ჩვენ ამას დაუბრუნდებით ჩვენს შემდეგ საუბარში სადაც გავაგრძელებთ საუბარს ამირანის ხმალთან დაკავშირებით მაგრამ სრულიად განსხვავებულ ასპექტში ახლა კი მსურს რომ კიდევ ორ ხმალზე გესაუბროთ ერთ-ერთი მათგანი გახლავთ კარლოს დიდის ხმალი ეს არის ეგრეთ წოდებული ჯოიუს და ინგლისურად ჯოიას რაც მხიარულებით ახსავს ეს ნიშნავს და აქედან გამომდინარე ეს ხმალი ბრძოლაში ფაქტობრივად სიხარულს ანიჭებდა მის პატრონს გადმოცემის მიხედვით აღნიშნულ ხმალს 3 წლის განმავლობაში მარტო ჭედდნენ ხოლო შემდეგ კი მას ღვთაებრივი და ზებუნებრივი ძალებით ასე ვთქვათ აჯერებდნენ აი სწორედ ეს ხმალი გახდა კარლოს დიდის განუყრელი ხმალი აღნიშნული ხმალი ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ მას დაეკარგა კიდეც მაგრამ რაინდმა რომელმაც ეს ხმალი იპოვა შემდეგ და მიუტანა მეფეს მადლიერების ნიშნად მეფემ რა თქმა უნდა მისცა გარკვეული ტერიტორია საფრანგეთში და ამ პატარა ქალაქს დღესაც თურმე ჯოიუსი თქვია ანუ სიხარულით ახსავსე აღნიშნულ ხმალს ჰქონდა კორონაციული დანიშნულებაც დაახლოებით 600-700 წლის მანძილზე მაგრამ 1825 წლიდან იგი უკვე მუზეუმში არის და კიდევ ერთი ხმალი რომელიც არის საინტერესო ეს არის ელსიდის ელსიდიც ძალიან ცნობილი ესპანელი რაინდი გახდათ რომელიც შემდეგ უკვე კასტილიას სათავეში ჩაუდგა ასე ვთქვათ უკვე მმართველი გახდა კასტილიისა და მის ხმალს ეწოდებოდა ტიზონა ეს ტიზონა ნიშნავს ცეცხლმოდებულ ბუნს ანუ ესეც დაკავშირებულია გარკვეულწილად ღვთაებასთან ხო მე დამავიწყდა მე თქვა კარლოს დიდის ხმალთან ჯოიუსთან დაკავშირებით რომ მას ტიზონასთან ერთი ძალიან საინტერესო თვისება აკავშირებდა ეს გახლავთ ის რომ ორივე ხმალს შესწევდა უნარი რომ 30 სხვადასხვა განსხვავებულ ფერში გადასულიყო აი ეს ფერების ცვლა კი აბრმავებდა მტერს და აქედან გამომდინარე უზრუნველყოფდა ხოლმე მისი პატრონის გამარჯვებას ელსიც რომლის ნამდვილი სახელიც გახდათ როდრიგო დიას დე ბიბარ და მე-12 საუკუნის რაინდი გახლავთ ეს სახელწოდება ელსიდ მიეცა არაბული წოდების საპატიო წოდების ელსაიდის გამო და შემდეგ ელსაიდმა განიცადა რა თქმა უნდა ფონეტიკური ცვლილებები და მის შემდეგ ჩვენ გვაქვს მისი სახელი ელსიდ ხმალი ტიზონა ელსიდმა ბრძოლაში ერთ-ერთი მეფის დამარცხების მისი მოწინააღმდეგის დამარცხების შედეგად ასე ვთქვათ საჩუქრად უბრალოდ ნადავლის სახით წამოიღო აი ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ სწორედ აი ამ სამ ხმალს მარცხენა მხარეს სლაიდის მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ არტურის ხმალს ეს ნახატი გახლავთ მეორე სურათზე ეს გახლავთ ფოტო რომელიც ლუვრშია გადაღებული ეს გახლავთ კარლოს დიდის ხმალი ეს არის ჯოიუს ხო ანუ მხიარულებით ახსავსე და ასე შემდეგ ხოლო მესამე სურათი იგივე სლაიდზე ეს გახლავთ უკვე ელსიდის ტიზონა რომელიც მდებარეობს ქალაქ ბურგოსის მუზეუმში და ბურგოსისა იმიტომ რომ თვითონ ელსიდი წარმოშობით იყო ბურგოსის ახლოს მდებარე სოფლიდან აი ყოველივე ამის განხილვის შედეგად მე ცოტა არ იყოს და ეჭვი მეპარება იმ დასკვნაში რომელიც ერთ-ერთ თავის სტატიაში ქალბატონმა პროფესორმა ქეთევან სიხარულიძემ გააკეთა უნდა მოგახსენოთ ამავე დროს რომ არაჩვეულებრივად კარგი მკვლევარი გახლავთ ქალბატონი ქეთევანი მე მის ნაშრომებს ხშირად მიმართავ ხოლმე და ციტირებასაც ვაკეთებ ხოლმე მაგრამ აი ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებ
თანხმები და ახლავე წაგეკითხავთ იმ მონაკვეთს, რა მონაკვეთშიც მას ვერ დავეთანხმები. ხმალი მას ანუ ამირას მეტოქეზე გამარჯვების დამატებით შესაძლებლობას აძლევს. მსმენელი საზოგადოებისთვის ეს მნიშვნელოვანი მინიშნება იყო. იგულისხმებოდა, რომ ამირანი ბრძოლაში ბოლომდე რაინდად ვერ დარჩებოდა. აი აქ უკვე მე თავისთავად ვერ ვეთანხმები ამ დებულებას, იმიტომ რომ რაინდად ვერ დარჩებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამირანი თავისი უმაღლესი სტატუსიდან ამირანი ხომ მარტო რაინდი არ იყო, მარტო გმირი არ იყო, უпростоრად იგი გმირი იყო, ხო? და გარდა ამისა, იგი უპირველეს ყოვლისა იყო ღვთაება და ღვთაების მერე იყო უზარმაზარი სიმბოლო ხარკაცისა და აქედან გამომდინარე და ადამიანი ღვთაებისა და აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ იგი რაინდად ვერ დარჩებოდა, ხმალი რომ არ ქონოდა, ჩემის აზრით მცდარია. პირიქით ჩვენ ამირანსა და მის ხმალზე უნდა ვისაუბროთ, როგორც ერთ არსება. ერთ არსება, ორსახიანი ერთ არსება, ერთი მხრივ ჩვენ გვყავს ამირანი და მეორე მხარეს გვაქვს მისი მახვილი. ეს მთლიანობა, ეს ერთება არის სიმბოლო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მოდით ჩვენ დღეს ამით დავამთავროთ ამირანის ხმალზე საუბარი და შემდეგ უკვე ამირანის ხმალთან დაკავშირებულ რწმენასა და ანბანურ ხატებასთან ჩვენ უკვე როგორც მოგახსენეთ, შემდეგ პარასკევს მოგახსენებთ. კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა.